UFC-ს ყოველდღიური ახალი ამბები. დავიწყეთ. ხამზატ ჩიმაევმა ყველა მებრძოლს გზავნილი გაუგზავნა და დუპლესისთან ბრძოლისთვის მზადების კადრები გაავრცელა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ჩიმაევის ტიტულისთვის მზადების ახალი ვიდეოები. Kill everybody დააწერა ხამზატმა. პაოლო კოსტა ისევ მკაცრად აკრიტიკებს ხამზატ ჩიმაევს. ჩიმაევი იდეალური მოწინააღმდეგეა თეთრი სახლის ტურნირისთვის. დიდი ხანია ვცდილობ მასთან ბრძოლა ჩავნიშნო, მაგრამ ჩვენი დაპირისპირების შემდეგ UFC-ში თავს მარიდებს. ხამზატი ძალიან ემოციურია, ის როგორც ქალი ისე იქცევა. როცა ოპერაცია გამიკეთეს, მან ჩემს შეყვარებულს მისწერა, შენს ქმარს გავანადგურებ. მე რაღა თქმა უნდა პატივსცემ ქალებს, მაგრამ მამაკაცი არ უნდა იქცეოდეს ქალივით. ის ძალიან ექსცენტრიკულია, მას ძალიან ადვილად ეკარგება კონტროლი. ეს უფრო ქალებისთვისაა დამახასიათებელი და არა მამაკაცებისთვის. მოკლედ რომ თქვა, საერთოდ არ ვცემ მას პატივს. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ პორიე ჰოლოვეის ბრძოლაზე თავისი პროგნოზი გაგვიზიარა. ფიქრობ მაქსი გაიმარჯვებს. ცხადია ის წინა ბრძოლაში ნოკაუტით დამარცხდა და ეს ფაქტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ დაპირისპირებაში. ცოტაა ისეთი მებრძოლი, ვინც ნოკაუტის შემდეგ რეაბილიტაციას შეძლებს, თუმცა დარწმუნებული ვარ მაქსი მათ შორის არის. PFL-ის ჩემპიონი ტიმურ ხიზრიევი დაღესტანში მახაჩკალაში დაჭრეს. ორი ნიღბიანი ადამიანი დაესხა ტიმურს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. როდესაც ის თავისი ჯივაგონიდან გადმოვიდა, თავდასხმელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მებრძოლს 5 ჯერ ესროლეს ტრავმატული პისტოლეტიდან. ხიზრიევი ამჯერად გადაყვანილია საოპერაციოში და ცოცხალია. ალბათ ეს გაფრთხილება იყო. მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემა დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოვეის შორის მათი ბრძოლის წინანდელი შეხვედრის დროს. ჯონ ჯონს სურს, რომ წლის ბოლომდე თეთრ სახლში შეხვდეს მძიმე წონოსან ჩემპიონს. ამ ეტაპზე ჩემპიონი ტომას პინალია, მაგრამ ვნახოთ ვინ იქნება ჩემპიონი წლის ბოლოს, ამბობს ჯონ ჯონსი. იზი ადესანია თვლის, რომ დასტინ პორიე უნდა ჩაითვალოს უპირობო ჩემპიონად. ის ჩემპიონია, როგორც არ უნდა იყოს. მას სახლში აქვს ქამარი, რომელიც იმის სიმბოლოა, რომ ის ოდესღაც ჩემპიონი იყო. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერე არხი. მე UFC-ს ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდები. კარგად.